შეხედე აბა შეხედე. იქ შეხედე. ასიკოს მიდი ნახე. აქ იყავი ჩანდა. ასე. აბა მე მგონი გავასწორეთ კამერა, აბა. გადაიწია, დაგინახონ. ასე. სალამი ჩემო კარგებო, იმედია კარგად ყევხართ. მოვედით თქვენთან სასაუბროთ, მე მგონი კამერა გავასწორე, როგორც საჭიროა. მე მგონი ვჩანვარ და ჩემი ხმაც ისმის. დღეს მინდა გელაპარაკოთ ეპილაციაზე. ვინაიდან და რადგანაც გუშინდელ ვიდეოში ვახსენე, რომ ერთ დროს ვიყავი ლაზეროთერაპისტი და მეც მისარგებლია ამ თანამედროვეობის კომფორტული მომსახურებით და მიმუშავია როგორც სპეციალისტ, იმიტომ რომ მისწავლია ამ საკითხთან დაკავშირებით 1-2 კითხვა შემოვიდა და წერილობით ამომწურავ პასუხს ვერ გავცემდი, ამომწურავს რა თქმა უნდა ამ პატარა ვიდეოთიც ვერ გავცემ, თუმცა გავცემ იმ კითხვებს პასუხს, რომელიც თქვენ დამისვით და მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ზოგადად ეპილაციისას. თანამედროვე სტანდარტები კარგია თუ ცუდია, მოგვიწოდებს მოვიშოროთ ჭარბი თმა. ალბათ იყო პერიოდი, ალბათ კი არა და იყო პერიოდი, როდესაც არ არსებობდა ჭარბი თმა, რაც მოქცა ბუნებამ, ის გქონდა და ის ითვლებოდა სილამაზად. ახლა პირიქით, რაც უფრო ხელოვნური ხარ, მით უფრო კარგია ეს ამბავი. ვიკეთებთ როგორც ქალები, იკეთებენ ასევე მამაკაცები, უმეტესად იკეთებენ სპორტსმენები, უფრო ახალგაზრდები, არის კატეგორია მამაკაცების, რომლებიც თვლიან, რომ ეს რაღაცა არაკაცურია, არსებობენ ქალები, რომლებიც რადიკალური ფემინისტები არიან და თვლიან, რომ ეს თავს მოხვეულია და სულაც არ არის საჭირო, აი ამ იმაში დიდი ფულის საკეთებელ მანქანაში და დიდი საეპილაციო ინდუსტრიაში შენც რაღაცა ერთი ჭანჭიკი იყო და შენი ერთი კაპიკი შეიტანო, არ არის ეს აუცილებელიო, იცხოვრე შენ თუ შენი თმებიანათო და იყავი ბედნიერიო. მოკლედ, ვისაც როგორ უნდა. მე არავის არ განვსჯი, არავის არ განვიკითხავ, ვისწავლე ეს საქმე არ არის რთული, თუ კი რაღაცა ელემენტარულად მედიცინაში ცოტას ერკვევი, აი ზედაპირულად გულისხმობ მე მოყვარულის დონეზე და საერთოდ უსწავლელი არაფერი არ არის თუ გინდა, ვერ ვიმუშავე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გამიმართლა და კარგ ადგილას ვმუშაობდი და კარგად ვეწყობოდი, ჩემი მეუღლე გახდა 3 თვით წასასვლელი იტალიაში, მეც წავყევი, საქმე გქონდა იქ, მეც ცოტა ვიმუშავე, მასაც მივეხმარე. აი იმ ეტაპზე მერჩივნა, რომ დამეტოვებინა ეს სამსახური და გავყოლოდი მეუღლეს ევროპაში და პლუს ამას მაინც გამოსხივებაა და ერთია, რომ შემოდის მომხმარებელი და გადის 20 წუთში და მეორეა, რომ შენ 10-12 მომხმარებელს იღებ დღეში და ხან რამდენიმე სრულ ეპილაციას აკეთებ და შენ თვალზე და შენ ტვინზე და შენ ჯანმრთელობაზე უარყოფით, რაღა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს ეს ყველაფერი. რენტგენს რო გვიკეთებენ, შევდივართ 1 წუთი, გადაგვიღებენ და გამოვდივართ და ის ვინც რენტგენის კაბინეტში მუშაობს, იმას უფასო რძეს ასმევდნენ ხოლმე მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში და უფრო ადრე გადიოდნენ პენსიაში ქალბატონები, იმიტომ რომ ისინი მთელი დღე, მთელი ცხოვრება, ყველა სამუშაო დღეს, სამუშაო საათებს ატარებდნენ აი ამ იმაში, რა ქვია, რენტგენის კაბინეტში და მათთვის ეს უკვე მავნე იყო, უკვე დიდი დოზებით იღებდნენ ამ ყველაფერს. მაინც გამოსხივებაა, ესე ვთქვა. არსებობს მილიონერი, აი მილიონერი, ყველაზე უსაფრთხო. ეს არის შუგარინგი, ანუ შაქრის პასტით და არის კიდევ უფრო თანამედროვე ვარიანტი, უკვე მზა იყიდება ცვილით, წებოვანი ცვილით, ახევა და მე ვურჩევს უყველას და ვურჩევ კი არა და კატეგორიული მითითება არასრულწლოვანებმა არ გაიკეთონ არანაირი სხვა ეპილაცია, აი ამ შუგარინგისა და აფხრეწა ახევის გარდა არაფერი სრულწლოვანებამდე ნუ ჩაიგდებთ და საფრთხეში, იმიტომ რომ შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს და ჰორმონალური დარღვევა გამოიწვიოს და უფრო მეტად გათბიანდეს მოზარდი, ვიდრე შედეგი ქონდეს.
თუმცა არის ესეთი შემთხვევები, ვიღაცა რისკავს, ვიღაცა მშობელიც რისკავს, თვითონ მოზარდიც რისკავს ასევე სპეციალისტი, რაც დაუშვებელია და რა ვიცი, აი ჩემმა მეზობელმა გაიკეთა და არაფერი მოუვიდა, ეგეთი ამბებიც არის. იმას არ მოუვიდა, შეიძლება შენ მოგივიდეს, ასე რომ ნუ გარისკავთ, მე სულ მაგას ვაპარავ. ეს ერთი ცვილები და შუგარინგები არის კიდე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნემსით ეპილაცია, ეს არის ნემსი არის ხოლმე ოქროს თავაკი აქვს, ან ვოლფრამის ნემსი აქვს და აი მოდით ესე ვთქვათ, დავუშვათ, აი ეს არის ბეწვი, ხო? აი ეს არის ბეწვი და არის იმაში კანში, აი ეს ნემსი ჩადის პარალელურად დენს დაარტყავს და ძვრება, იქ კვდება ძირი. აი ეს ძირი ისე კვდება, რომ მეორედ აღარასდროს არ ამოვა. აღარასოდეს. აი ეს არის ამისი დიდი პლუსი. უდიდესი მინუსი ის არის, რომ ამხელად მის ფართობი იქნება ეს ბარძაყი თუ რა ვიცი მე, მუცელი თუ ღრმა ბიკინი თუ ზედაპირული ბიკინი თუ ნიკაპი თუ ღაბაბი თუ ხელი დიდია ფართობი, ფასი არ არის დაბალი და არის ძალიან მტკივნეული. აი, ჩხვრეტასაც გრძნობდა, დენის დარტყმას და მიწვასაც კი გრძნობდა. ეს როგორია, აი ნერვს გიწურილებს, ჩავიდა, ამოვიდა, ჩავიდა, დაარტყა, ამოვიდა, ჩავიდა, დაარტყა, ამოვიდა. რა თქმა უნდა, გააჩნია სპეციალისტს, თუმცა უმეტესად კანში მაინც ნასვრატებს ტოვებს. უმეტესად ტოვებს. აი, მე მაგალითად დამიტოვა. რაღაცები მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სპეციალისტი არ მყოლია. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ნიკაპზე ახლაც ვიკეთებ, იმიტომ რომ ნიკაპზე მაქვს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე ჭაღარა ღერები ამომდის და ამას ვერ ხედავს ვერაფერი, ვერა აპარატი აი ამ ნემსის საეპილაციო აპარატის გარდა. ეს ერთი. არსებობს კიდევ აი ამასთანაც წავიკითხე ენზიმური პუდრი ხო გაგიგიათ, აი ენზიმური ეპილაცია არსებობს, კიდევ არსებობს დიოდი არსებობს, ლაზერი არსებობს, ფოტოეპილაცია არსებობს, ალექსანდრიდი, კიდევ იმდენნაირი არსებობს, რაღაცა იმპულსური, მოკლედ კონტაქტიანი, ისეთი, ასეთი, აგრესიული, ძალიან ბევრია, ნუ გავყვებით ამას, მოდით მივხედოთ იმას, რაც არის ჩვენთან თბილისში და ჩვენთან თბილისში სხვადასხვა ბარა ევროპის დედაქალაქებში არ არის ისეთი ჩვენთან როა ეს ინდუსტრია განვითარებული, იმიტომ რომ ევროპაში ამდენი შავთმიანი არ არის და ჩვენ ვართ კავკასიელები, შავი რომც არ იყოს ჩვენი თმა, ხშირია, უხეშია, ასაკთან ერთად გათმიანებისკენ მიდრეკილება უფრო მეტად გვაქვს, თეთრები ვართ და უფრო მეტად გვემჩნევა ეს მუქი ფერის თმა, ასე რომ ჩვენთან მომგებიანი ბიზნესია, რო რამე იყოს. თუმცა არ არის ვერ გეტყვით, რომ თვითონ ხა აპარატი რო იყიდოთ და იყოლიოთ თანამშრომელი და თუნდაც ერთი კაბინეტი გქონდეთ, ან რომელიღაც სიმამაზის ცენტრში ერთი კაბინეტი იქირავოთ, მშვენიერი ბიზნესია, მაგრამ თავად ეს ყველაფერი აკეთოთ ჯანმრთელობისთვის არ არის სახარბიელო და ისეთი ფული არ კეთდება დაქირავებული სპეციალისტისთვის, როგორც დავუშვათ აპარატის მეპატრონისთვის. თავად აპარატები ღირს დაახლოებით 10,000-დან და ზემოთ დოლარს გულისხმობ, მე არა ლარს. თუმცა ნახმარებსაც ყიდულობენ 5,000 ლარში, იმ ნახმარს აღარავით ყველანაირი ყავლი აქვს გაზული, ის ნაკლებ ეფექტურია, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება აპარატი იყოს ახალი და კეთილსინდისიერი იყოს, თუ იკეთებთ როგორც სპეციალისტი, ასევე სპეციალისტის უფროსი, იმიტომ რომ ამას მე მოგვიანებით კეთებთ, რატომაც. ინტრიგა ბოლოში, უბრალოდ რო არ ამერიოს, არავითარი ინტრიგა და არავითარი ხაიპი. ბუბუკა, რა მოიტანე? გენაცო, ჩემი ჩუსტი მოიტანა, საზიზღარი, უნდა გამოვართვათ, რომ შეჭამს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ეს არის ალექსანდრიდის ლაზერი ჩვენთან და გავრცელებული და მე თუ მკითხავთ, ეს არის მითი და მარტო მე არა, ყველა სპეციალისტს იმის გარდა, ვინც ლაზერზე იმაზე ალექსანდრიძე მუშაობს და ალექსანდრიდის აპარატებს ყიდის, გეტყვით, რომ ალექსანდრიდი იძლევა სწრაფ შედეგს, ანუ თვალსაჩინოა ეს შედეგი, თუმცა ბევრად უფრო უსაფრთხო და ბევრად უფრო შედეგიანია ლაზერის 3 და 4 სხივიანი აპარატებით, ეხლა 5 სხივიანებიც გამოდის და მოკლედ
I am diodes, I am lasers, I am electros, I am pitos, I am ალექსანდრიც ყველაფერს აერთიანებს ლაზერული აპარატები. ლაზერის სამსხივიანები და უფრო მეცხივიანი შეიძლება რომ იყოს, აი ამას მიაქცევთ ყურადღება. როგორ კეთდება? ალექსანდრიტი კეთდება ოდნავ წამოზრდილ თმაზე. იმიტომ კეთდება ოდნავ წამოზრდილ თმაზე, რომ ახლა რა გაჩვენებთ თვალნათლი. აი ეს არის თმის ღერი. აი უნდა იყოს ოდნავ წამოზრდილი, იმიტომ რომ აი ამისი ზემოქმედება სუსტია და უკვე დრომოჭმული. აი ამ ღერის გარეშე აი აქამდე ვერ ჩადის. ანუ გადასცემს ეს აი ამ იმპულსს და გზაში ენერგია ხო იხარჯება. სანამ აქ მივადა აი ამას დაწვავს, ენერგია სუსტდება და კარგად ვერ წვავს. მარტივად ვილაპარაკო. რაც შეეხება ლაზერს, სამსხივიანს, ის არის მოპარსული. მოპარსულია. აი კანქვეშ არის. აი ხა თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის კანქვეშ. ზემოქმედება ფაქტიურად უკონტაქტო. ფაქტიურად იმდენი დამცავი აქვს ამას და თანაც აქ გელი უსვია, რომ კარგად ისრიალოს და გააგრილოს და დამწრობა არ მიიღოთ. ეს გელი სხვათა შორის ძალიან კარგი რამეა, გაჩვენებთ როგორც ლოსიონს ისე ხმარო. კამერაში არ ვიყურებ, ამას ვიყურებ, რომ თქვენთვის თვალსაჩინო იყოს. აი ეს იმდენად მიზანმიმართული და დახვეწილი სხივია, რომ კანქვეშაც ჩადის, არ იკარგება ამ ზედმეტ ბეწვში მისი ძალა და უფრო კარგად წვავს. შემდეგ რა ხდება? იწყება მოზრდა, მოიზარდა. ჩვენ აუცილებლად ამას მოუპარსავთ. მოიზარდა, მოუპარსავთ. სინამდვილეში ამას ფესვი უკვე ისა განეიტრალებული აქვს და კი არ იზრდება, კანი აგდებს. იშორებს თავიდან და მოდი ჩვენ მივეხმაროთ, მოუპარსოთ და გავიკეთოთ პილინგი, გავიკეთოთ ხაოიანი დასაბანის საშუალებებით. იქნება ეს მექანიკური საშუალება, ჩოთქები, ეს ჯაგრისები თუ ხელთათმანები და საბოლოო ჯამში მთლიანად ამოვარდება და აღარ იქნება აქ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ განადგურდა. ადრე თუ გვიან თავის ტვინი გადაწყვეტს, რომ აი აქ ძალიან დიდი უთმობასაა ადგილი და ეს მოდის პრეისტორიული ის არის ინსტინქტია, რომ სიცხის ოფლის აორთქლება ხდება, რომ დაცვა ხდება კანის, სითბოს შენარჩუნება ხდება და სადღაც კიდე ჩაისახება და სადღაც კიდე ამოვა. აუცილებლად. ამისათვის პირველი მისვლიდან მესამე-მეოთხე კვირაზე გიბარებთ სპეციალისტი, რომ აი ამ ყველაფერს გააზრებას და მომოქმედებას და ამოსვლას 3-4 კვირაში ახერხებს ორგანიზმი. ის რომელიც დაიწვა და ამოვარდა 3 კვირაში მოხდა და ახლის წამოსვლაც 3 კვირაში მოხდა და იმ ახალ წამოსვლაზე იმუშავებს. შემდეგ უკვე დაგიბარებთ იმის და მიხედვით, ანუ საჭიროების და მიხედვით, რადგან საჭიროება ყველა სხვადასხვა გვაქვს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კანის ფერი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თმის ფერი, თმის ხარისხი, სისქე, სიხშირე, გვაქვს პრობლემატური ზონები სხვადასხვანაირი, ანუ სხვადასხვა რაღაცა 22 თუ 24 სახეობის თმა აქვს ადამიანს სხეულზე. აი აქ რომ არის, აი ამ ფალანგებზე ბეწუკები, ეს სულ სხვა ჯიშის თმაა. წარბი სხვა, ნიკაპზე სხვა, ფეხზე სხვა, გვერდზე სხვა, სულ სხვადასხვა, ანუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 22 თუ 24 სახეობის სხვადასხვა თმა გვაქვს. თითოეულ სხვადასხვანაირი მიდგომა უნდა. ამას ყველაფერს გაითვალისწინებს სპეციალისტი და შესაბამისად იმუშავებს. შესაბამისად რას ქვია? აი ეს აპარატის პისტოლეტი ხელში რომ უჭირავს, იმას აქვს თავისი რეგულატორი. ჯერ ერთი სენსორულ ეკრანზე აპარატზე ირჩევს ქალიბრძანდებით თუ მამაკაცი, შავგვრემანი, ქერა, ჩინელი, კავკასიელი, ევროპული, სლავი, როგორი რასა, როგორი ფერი, როგორი თმის ფერი, როგორი სიხშირე, როგორი პრობლემატურობა. მეორე წესერთი პირველად რომ მიდიხართ აუცილებლად სპეციალისტი აკეთებს ჩანაწერს. მოვიდა ქალბატონი,
ასეთი და ასეთი ზედაპირული აღწერა პროფესიული ტერმინოლოგიით, მოვიდა დავუშვათ 18 რიცხვში, დაბარებულია ამა და ამ რიცხვში და აუცილებლად წერს რას იცით? რამდენ, ესე ვთქვათ, სიმძლავრეზე გააკეთა. თავიდან დაიწყებს დაბალი სიმძლავრით, იმიტომ რომ არ იცის თქვენი კანი როგორ იმოქმედებს. არ დაგეწვათ, არ დაგილაქავდეთ, არ აგეწვათ, მტკივნეული არ იყოს, ალერგიული რეაქცია არ გქონდეთ. ამისათვის ყველა მითითება გაითვალისწინეთ, პირველ რიგში იმ დღეს არ მიიღოთ შხაპი და მეორე აუცილებლად იქონიათ სახლში რაიმე დამწრობის საწინააღმდეგო მაზი. თვითონ გეტყვით რომელი. მე მაგალითად ჩემმა სპეციალისტმა და მეც მქონდა ყოველთვის კაბინეტში, ეს იყო პანტენოლი კაფი და ეს არის უზნაძე მჭედლიშვილის მალამა, რომელიც მაცივარში მუდმივად მაქვს. თუმცა არც ერთხელ არ დამჭირებია, მიუხედავად იმისა, რომ აგერ ხედავთ, რომ ძალიან თეთრი ვარ, არც ერთხელ არ მიმიღია დამწრობა, ალბათ იმიტომ, რომ აპარატიც კარგი იყო და სპეციალისტებიც კარგები მყავდნენ. აუცილებლად ვიდეოს ბოლოს მე დავდებ იმ სალონის და იმ სპეციალისტის კოორდინატებს, რომლებთანაც მე დავდივარ. განვაგრძოთ ახლა მეორე მისვლაზე ამ იმპულსს მოამატებს. პირველი დაბალი იქნება, მეორე უფრო მომატებული. შესაბამისად, თქვენი მეორე ვიზიტი ბევრად უფრო დისკომფორტული იქნება ის ლაზეროთერაპისტის მასში რა ქვია კაბინეტში, ვიდრე პირველი და მესამე მეორეზე უფრო დისკომფორტული, თუმცა ასეთი მტკივნეული არ არის. ახლოსაც არ მივა ნემსით ეპილაციასთან თავისი დისკომფორტით, თუმცა მოიშორეთ თმა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ეს ტყუილია. აბსოლუტური ტყუილია. არ არის ესე. რაღაცა არასასიამოვნო წვა მაინც არის. აი ეს თმები ხო არის, არა, ეს მოპარსული, რომ გადაატარებს სპეციალისტი იქ სადაც ხედავს აპარატი თმას, წვავს და აი ეს კანქვეშა წვის წკაპ კბენა და იმაშობა წიწკნა აშკარად იგრძნობა და სულაც არ არის სასიამოვნო, გააჩნია ზონას. მაგალითად, მე აი აქ გაკეთებული მაქვს ერთ დროს იმდენი თმა მქონდა, რომ ვიმეტებდი და ვითომ შუბლი ავიწია და სხვა შორს არა ვარ უყოფილო, მაქვს გაკეთებული ნემსით ეპილაცია. აბსოლუტურად არ იყო მტკივნეული, სამაგეროდ იცით როგორ გამისივდა, აი ერთი თითის დადება კოპები მქონდა აი აქ. თუმცა ერთ ღამეში დაწყრა ეს ყველაფერი, მეორე დღეს ვითომც არაფერიო. ასევე აი აქ გამიკეთებია და ახლაც ვიკეთებ და ძალიან არ მსიამოვნებს, აი საშინლად არ მსიამოვნებს. ვერ გავრისკე, რომ დაიწყო საულვაშე, ისეთი მწარე იყო, რომ გამანებე მე მთხარი თავი თქვა და საულვაშე, თუმცა ღიღლი მქონდა და შეიძლებოდა ისეც მეცხოვრა ამ ღიღლით, გაკეთებული მაქვს, მე თვითონ მაქვს გაკეთებული. ამბობენ, რომ ძალიან მწარეაო ხელზეო და მზეზე არ უნდა გახვიდეთ ეპილაციის შემდეგ, აღარ უნდა გააღიზიანოთ. სასწაულად ეს არის, არასასიამოვნო არის ხელიო. აი მერეო შუქი რო ხდებაო, ძალიან გაწუხებსო. მე არასდროს გამიკეთებია ხელზე. არასოდეს ერთი ღერი არ მქონია ზედმეტი, ახლაც წელიწადში ერთხელ ვიკეთებ და ვიკეთებ ვეწერები მხოლოდ იმაზე რა ქვია, ბიკინი ფეხები. იღლიას ვერიდები, მაინც ჯირკვლებია და რაღაცა არ ესე დისკომფორტს არ მიქმნის სამართლებლის ხმარება იღლიაზე, თუმცა გაკეთებული მაქვს ერთ-ორჯერ, შემცირებულია, განახევრებულია ფაქტიურად, მაგრამ აი ვიმე იღლიის გულისთვის არ წავალ, მივდივარ უფრო ფეხებისთვის, მთელი ფეხებისთვის და ბიკინის ზონისთვის. აი ბიკინის ზონა, ღრმა ბიკინი არის სასწაულად მწარე. აი რაც უფრო ღრმად, მით უფრო მწარეა, მოკლედ, აი როგორ გითხრათ. ასევე სასწაულია კოჭთან. კოჭის გარშემო აი ეს ეტყობა იქ უფრო მსხვილია, იქ უფრო მუქია თმა, არ ვიცი და რაც უფრო მუქია, მით უფრო კარგად ხედავს. როგორ ხედავს, იცით? აი ხშირად გამიგია, იცით რა, ერთი-ორი ღია ფერის ღიღლი მაქვს და ჩემზე ალბათ ძალიან ეფექტური იქნება, იმიტომ რომ მე ძალიან ცოტა მაქვს და პირიქით.
რაც უფრო ჯაგარივით არის თმა, რაც უფრო უხეშია, რაც უფრო მუქია და რაც უფრო ნაპარსია, მით უფრო კარგად ხედავს, იმიტომ რომ ნაპარსი თმა ძირში, ფესვში არის გამსხვილებული და გამყარებული და გამაგრებული. ბავშვებს რატო ყარსავენ თმას? იმიტომ რომ მთელი საზრდო არ წავიდეს სიგრძეში და ძირი მოღონიერდეს, ხო, ძირების გასამაგრებლად. აი ელემენტარული ხე, რო გასხლავენ ხეს, შემოსხლავენ, გაკრიჭავენ, რა ხდება? ძირი უმაგრდება, ხო, უფრო მსხმოიარე ხდება, უფრო ღონიერი ხდება, ტანი უმსხვილდება. ანალოგიურად არის თმის ბეწვით. რამდენჯერაც გადაჭრი, მით უფრო მეტად ძლიერდება ქვემოთ. ასე რომ რაც უფრო მეტად გაუბედურებული ნაპარსი და ეს არის, რა ქვია, ნაჩეხია ის თმა, მით უფრო უკეთესად ხედავს ლაზერი. ვერ ხედავს ღიაფერს, ჭაღარას. ღიაფერს როგორ ღიაფერს გულისხმობ, იცით? აი სლავურ ღიაფერს, ლამის თეთრი როა, ისეც და ცუდად ხედავს წითურს. თუმცა მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. მე მაგალითად ახლა მაქვს თმაშაღებელი, თორე ჩემი ბუნებრივი პიგმენტი არის სპილენძისფერი. ვერაფრით ვერ დავარქმევ ღია ყავისფერს და ქერას. სპილენძისფერი უფრო წითური ვარ, ვიდრე სხვა ფერი. აი კანის ფერზეც ხომ მეტყობა, წითური ვარ, იმას ვერ ვიღებ. რუჩს ვერ ვიღებ საერთოდ, ძალიან ძნელად. დამშვენივრად დავექვემდებარე, იმიტომ რომ თეთრი კანი მაქვს და ამ თეთრი კანის ფონზე თმა მუქი იყო და დაინახა. სუნთლად თეთრი, აი ის გოგო არის ნახევრად უკრაინელი, ნახევრად რუსი და გავიკეთეო და მე მგონი პირველ მეორე გაკეთებაზე შედეგი ჰქონდა. ვინ როგორ დაემორჩილება? კითხვა ასეთი იყო, აი რამდენი სეანსი დამჭირდება. ეგ თუ გითხრათ თქვენ სპეციალისტმა, რამდენი სეანსი დაგჭირდებათ და რამდენ ხანში ზედაპირულად განიკურნებით აი ამ манипуляციებით ჭარბთმიანობისგან, იცოდეთ რომ თლაც სიმართლე არ არის. თუ გითხრათ რომ აი 2 თვეში და აი გარანტიას ვერავითარ გარანტიას ვერ მოგცემთ. სულ რო ძალიან კარგი სპეციალისტი იყოს, სულ რო არაჩვეულებრივი აპარატურა ქონდეს, სულ რო შესაბამისი იმპულსით იმუშაოს, როგორ დაემორჩილება თქვენი თმა. ჩემმა დაქალმა სამჯერ გაიკეთა და საერთოდ აღარ იცის რას ნიშნავს სამართებელი. საერთოდ. მე გაკეთებული 4 ჯერ. და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს მაინც დავდივარ გასაკეთებლად და ასე თუ ისე სამართებელს მაინც ვხმარო. მიუხედავად იმისა, რომ ღიაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია ღერები, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტდა ბუთუსი, აი თვეში ერთხელ ვხმარობ ზაფხულში იმ სამართებელს, მაგრამ მაინც ვხმარობ. ვინ როგორ დაემორჩილება. ახლა მოვედით იმპულსთან და მოდით იმპულსიც გავაკეთოთ რას ნიშნავს ეს. ბუბუ, კაი რა ბუბუსა რა. აპარატს აქვს ესეთი ხორთუმი და ხორთუმს ბოლოში აქვს ესეთი პისტოლეტი, საიდანაც გამოდის ეს სხივები. მე აღარ განვიხილავ დიოდს, აღარ განვიხილავ ალექსანდრიტს, იმიტომ რომ ეს არის მოძველებული ვარიანტები და ეს არ არის ისეთი უსაფრთხო და ისეთი შედეგიანი, როგორც ლაზერი. თუმცა ძალიან ცნობილი კომპანიაა ერთი. მათ აქვს სილამაზის სალონები, არარამ ბევრი ფილიალი, მრავალპროფილიანები არიან. იმათ მითხრეს, რომ რას ამბობთო? ალექსანდრიტზე ეფექტური არაფერი არ არსებობსო. მე მაშინ კურსები მქონდა გავლილი, ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა წაკითხული, აი მარტო ის კურსები არ არის, ხო? რამდენიმე ენა ვიცი და ვიჯექი და ვიკითხე და ჯერ მე რომ მჭირდებოდა მაშინ და რომ ვსწავლობდი მაშინ და მე მიყვარს ესე ჩაყლიტინება, ხო? და მე კი მივხვდი რომ რაღაცა სხვა მხარეს მივყავდი და მე ვიკითხე რომ ეს აპარატურა ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინოთ ხო და ჩვენ ვყიდითო, ჩვენ ჩამოგვაქო საზღვარგარეთიდან და ქვეყანაც მითხრა რაღაცა აღარ მახსოვს,
ჩვენ ჩამოგვაგო ეს ისაა რა ქვია ალექსანდრიდის აპარატები და აი მაშინ მივხვდი რომ მათ თავად ჩამოაქვთ ეს ალექსანდრიდის აპარატები მათ აქვთ ეს ხაზი გაჭრილი სავაჭრო და მათ აწყობთ რომ ყველას მათ შორის თქვენნაირ და ჩემნაირ მომხმარებელსაც უთხრან რომ ალექსანდრიდის აპარატები არის ყველაზე ეფექტური არ არის ეს არ არის ნამდვილად ამას უბრალოდ ეგრევე ხედავ იმ ამოწვერილი თმა როგორ მიიწვა და всё, აი რა ეფექტური ყოფილაო და აქ დრო გჭირდება სანამ პილინგებით და სანამ იმითი რა ქვია მაჩალკებით და სანამ ჯაგრისებით იმ დამწვარ თმას ამოაგდებ და სანამ ცვენა დაიწყება. აი ძალიან სასიამოვნო პროცესია სხვათა შორის რომ დახედავ და ფეხიდან აი ესე ხელითაც რო შეგიძლია მოკიდო და ამოაძრო და გასლიკინებული როა თმა დაამწრობის და იმის საფრთხის გარეშე და ნაკლები მტკივნეულია კიდე. ასე რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრია რომელიც ალექსანდრიდიდან გადავიდა ჩემი იმითი ძალიან დიდი მეცადინეობით და დიდი კიჟინით ჩემი დაქალები გადავიდნენ იმაზე ლაზერზე სამსხივიანზე და ძალიან კმაყოფილები არიან სად ვიყავით იმას ვიკეთებდი 5 წელიო და აგერ ახლა წელიწადში უფრო მეტი შედება. ბუბუკა მოკლედ მე აღარ ვლაპარაკობ ალექსანდრიძე და სხვა რამეზე, ფოტოეპილაციაზე და დიოდზე, მე ვლაპარაკობ ყველაფერს რო აერთიანებს უფრო ეფექტური, უფრო უსაფრთხო სამსხივიან ლაზერზე. აი ამ აპარატს აქვს ესეთი ხორთუმი და ხორთუმს აქვს ესეთი პისტოლეტი, აქვს თავაკი, რომელიც გაგრილებაზე მუშაობს, ანუ თქვენთვის რომ იყოს ესეთი კომფორტული, რომელსაც აკრავენ ზემოდან ერთჯერად ცელოფანს, რომ ჰიგიენური იყოს და თქვენს კანზე გისვამენ სქელ გამჭვირვალე გელს, რომელიც აი ფაქტიურად 99% წყალია, ესეც გაგრილებისთვის არის და დაამებისთვის არის, ძალიან კარგია, ისედაც კარგია, სიმართლე რომ გითხრათ, დასანოტივებლად მშვენიერია ეს გელი და სულაც არ არის ძვირი რაღაცა 5 თუ 6 ლარიღის ლიტრიანი. მე მაქვს შენახული და ძალიან კმაყოფილი ვარ. ხანდახან ვიყენებ ხოლმე. როგორც ლოსიონს. აი ამ თავაკიდან საიდანაც სხივები გამოდის, მოდით აი ამ სხივებს დავარქვათ ტყვიები. აი ამ ტყვიების, იგივე სხივების რაოდენობა არის შეზღუდული. ვთქვათ, არის 100,000 აი ამ პისტოლეტში 100,000 ტყვია. ეს 100,000 ტყვია როგორც კი გამოილევა, მთლიანად თავაკი უნდა გამოვცვალოთ, ან უნდა ჩავტვირთოთ შიგნით ეს სხივები, რაც იაფი არ არის, რამდენადაც აპარატი არ არის იაფი, იმდენად ეს სხივები არ არის იაფი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ თქვენ ბრუნვა რომ აქვს სალონს მაღალი, დღეში რომ 10-20 მომხმარებელი მოდის და უფრო მეტიც ერთ აპარატზე წარმოიდგინეთ რა სწრაფად ილევა სხივები, ხო? იხდის მომხმარებელი თანხას, თითქმის ნახევარი მიდის ამ სხივების, ახალი სხივების საყიდლად და მოგება რჩება მხოლოდ ნახევარი. ეს არ აწყობს უსინდისო ბიზნესმენს, ესე ვთქვათ, სპეციალისტი იქნება ეს, მეპატრონე იქნება, სალონის თუ მენეჯერი იქნება თუ ვინც იქნება და აკეთებს რას? დაბალ სიხშირეზე აკეთებენ. ასე ვთქვათ 20-ზე. მე მაგალითად სამუშაოდ მივედი ერთ ადგილას, სადაც ჰქონდათ ახალი კორეული აპარატი, სულ ახალი ცინცხალი და მითხრეს, რომ აი ამ აპარატზე ესე უნდა იმუშავო მხოლოდ აი ამ სიჩქარით. რაც იყო აბსურდი და აბსოლუტური ტყუილი. მათ უბრალოდ უნდათ სხივების დაზოგვა. ჯერ ესეთი რა ხდება? მე მეზოგება სხივი, როგორც სპეციალისტს და მეპატრონეს და მენეჯერს და დირექტორს, ანუ ვინც მოგებას ვიღებ იმას, სხივი მეზოგება, ის 100,000 სხივი კი აღარ მეყოფა დაუშვათ 1000 ქალზე, მეყოფა 3000 ქალზე, შესაბამისად მოგება მეტი მრჩება. მერე რა ხდება? დაბალ იმპულსზე გაკეთებული საქმე თქვენ კანზე ნაკლებ ეფექტურია და თქვენ უფრო მალე მიბრუნდებით უკან. უფრო ხშირად გაქვთ გასაკეთებელი. ამიტომ ვიძახი ხოლმე რომ იკითხეთ მეგობრებში, დაუჯერეთ არა ტელე და ინტერნეტ რეკლამას, არამედ
დაუჯერეთ თქვენ მეგობარს, დაუჯერეთ ჩემნაირ სპეციალისტს, რომელიც ჩახედულია და წადით იქ, სადაც სინდისიერი მენეჯერი, ნაკლებ ესეთი მომხვეჭელი მეპატრონე და გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც არ დათანხმდება მსგავს მუშაობას. სპეციალისტმა პირველ ვიზიტზე უნდა გაგიკეთოთ კი დაბალ იმპულსზე, მაგრამ მეორეზე უნდა მოამატოს, თორე ეფექტურობა დაიკლებს. იმიტომ რომ პირველ მისვლაზე თქვენთან ბეწვი დათხევდა, გაღარიბდა, ესე ვთქვათ, გაუფრინდა, დასუსტდა და მეორე უფრო მაღალი იმპულსი უნდა ეს ყველაფერი დაინახოს, რომ მიწით ეს კანქვეშ. თორე ისე გამოდის ტყუილახახახი. ამიტომ აირჩიეთ კარგი აპარატი და კარგი სპეციალისტი და მიაქციოთ ყურადღება ასევე ფასს. არ შეიძლება სრული ეპილაცია ღირდეს 15 და 20 ვარი. იმ ფასდაკლებულზეც მოგება თუ არ ნახა მეპატრონემ, ის წაგებას ხედავს და ასე არავინ არ იქცევა. უკიდეგანოდ დაბალი არ უნდა იყოს ფასი. ანუ თავად შეატყობთ. როგორია ფასი, თავად შეატყობთ, რამდენ ხანს გაჩერებენ. ჩემი სპეციალისტი მაგალითად უკვე ისეთი დამუღამებულია ყველაფერი, რომ აი დაუშვათ დადის წვივზე, ხო? გაიარა, გამოიარა, გაიარა. ეს სამი არის სავალდებულო. დააკვირდით, რამდენად სწრაფად აკეთებს ამ ყველაფერს. რაც უფრო გულდასმით და ნელა აკეთებს და ასე ვთქვათ, მიხვეულ-მოხვეულებში გულდასმით ჩადის, ესე იგი ის არის ეს ბიზნესი, ეს მათი წამოწყება, ეს მათი საქმე არის გათვლილი თქვენ კარგ რეზულტატზე, რომ თქვენ რო კარგი შედეგი გექნებათ, აუცილებლად დაბრუნდებით და დაბრუნდებით არა მარტო, არამედ დაბრუნდებით თქვენ დაქალებთან და მეზობლებთან ერთად. ასე რომ ვერავინ ვერ გეტყვით რამდენ ხანში რამდენი გაკეთება გეყოფათ და რამდენ ხანში ერთხელ გეყოფათ. თქვენ ბრძანდებით ინდივიდუალური, თქვენი მონაცემებით. თქვენ შეიძლება გენეტიკურად მამა გყავთ ძალიან თმიანი, დედა გყავთ სლავი და რაღაცა განეიტრალებული თქვენი ესეთი გენი გამოვიდა, რომ კი, მუქი გაქვთ, ფერი გაქვთ თმა, მაგრამ დედის გენებმა გადაწონა და 1-2 გაკეთება გეყოთ. თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი. ვიღაცას ყოფნის 1 გაკეთება, ვიღაცას ყოფნის 5 გაკეთება, ვიღაცას არ ყოფნის 10 გაკეთება, მაგრამ სულ წლები იარო, მთლიანად ბოლომდე მაინც არ ქრება. ეგ არის ტყუილი, არ ქრება ბოლომდე. მაინც წელიწადში ერთხელ მისასვლელი იქნებით. მე მაგალითად დავდივარ წელიწადში ერთხელ, ალბათ ახლა უკვე დავიწყებ 2 წელიწადში ერთხელ. ბოლოს ვიყავი 2 წლის წინ. 2 წლის წინ ვიყავი ბოლოს აგვისტოს თვეში. ალბათ ახლა ამ წელიწადს ისევ წავალ აგვისტოში, იმიტომ რომ იქ სადაც მე დავდივარ, რატომაც აგვისტოში არის ხოლმე ფასდაკლებები, იმიტომ რომ ზღვაზე არიან წასულები, უკვე ყველას ყველაფერი გაკეთებული აქვს და აი ზღვაზე წასვლის წინ და მისი აუზის სეზონისთვის არაჩვეულებრივია. აი ეგრევე როგორც კი პირველი გაკეთების მერევე პირველი შედეგი დაიდება, ზღვაზე თავისუფლად წახვალთ და წამოხვალთ, არაფერი არ გაქვთ, მაგრამ ნუ აი სადღაცა მე 5 თვეში, 6 თვეში უკვე რაღაცა თქვენ თავად შეატყობთ, რომ კი, შეიძლება არ გავიკეთო, მაგრამ სამართლებას ხანდახან თვეში ერთხელ გამოვიყენებ ხოლმე. აი რაღაც ესეთი ამბავია. ასევე შემოკარგებო. ჩემი პირველი რჩევა. არ გაიკეთოთ ახევა აფხრეწის გარდა, ანუ შუგარინგის გარდა, არაფერი თუ არ ბრძანდებით სრულწლოვანი ნუგარისგან. მეორე, ნუ დაიწყეთ ექსპერიმენტებს აუცილებლად მიბრძანდით ლაზერულ ეპილაციაზე. ნუ მიხვალთ იმ დიოდზე, ფიტოზე, რა ქვია, ალექსანდრიძე, რა ვიცი, მე არ გირჩევთ ახლა, რადგან მე მკითხეთ, ჩემი კომენტარი და ჩემი პასუხი მთელი გულით და სულით ასეთია. თუ თმა გაქვთ ჭაღარა, ვერ დაინახავს, გამორიცხულია, ვერანაირი კოსმიური აპარატი, ჯერ არ გამოუგონიათ ეგეთი, იქნება გამოიგონონ მეც მეშველება,
ვერ ხედავს ჭაღარას, ჭაღარაზე აუცილებლად გაიკეთეთ ნემსით ეპილაცია და გაითვალისწინოთ, რომ ნემსით ეპილაციას რომელ თმასაც ამოიღებს, იქ აღარასდროს აღარ ამოდის. აი აღარასოდეს. და თუ შეგიძლიათ რომ გაუძლოთ აი ჩლეტა დაწვას აი ამ ხელა დიდ ფართობებზე ისე რომ ღრმა ბიკინიც გაკეთებული გქონდეთ და ტანგით იაროთ პლაჟზე, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აუცილებლად აირჩიეთ ერთი სპეციალისტი, ნუ მიხვალთ ჯერ იქ, რატომ იცით? კარგი სპეციალისტი ერთია და იმ კარგ სპეციალისტს დააცადეთ თავის საქმე გააკეთოს. იმ კარგმა სპეციალისტმა თავის წიგნაკში ჩაინიშნოს, როგორ იმპულსზე გაგიკეთათ, როგორი შედეგი მიიღო, დააცადეთ. ახალმა არ იცის თქვენი გენი, თქვენი კანი, თქვენი შედეგი. იმან ვისთანაც დადიხართ, იმან ძალიან კარგად იცის და იცის აი ეს მესამე და მეოთხე ვიზიტი რამხელა შუალედით დაგინიშნოთ, როგორი იმპულსი იხმაროს და როგორი გაგიყვანოთ უკეთეს შედეგს. და კიდევ ერთი რჩევა, გიყვარდეთ თქვენი თავი, თმით, უთმოთ, რითიც გინდათ, ისეთები, როგორებიც ხართ, და თუ გინდათ და თვლით, რომ სადღაცა გაქვთ ჭარბითმა, ამისი მოშორებაც არ არის რთული ნამდვილად, ახლა უკვე არ არის ძვირი ნამდვილად სხვა ყველაფერთან შედარებით და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არის მოგვარებადი. აი ესეთი იყო, გოგოებო, ჩემი დღევანდელი ასუხი, არც თუ ისე მოკლე, თუმცა არც თუ ისე ამომწურავი, თუ კიდევ გექნება შეკითხვები მომწერეთ, მე კი მინდა რომ ვიდეოს დასასრულს გაჩვენოთ ჩემი მეგობრის მორთმეული არაჩვეულებრივი საჩუქარი, ეს არის ისეთი გოგო, ისეთი გულით უყვარს საჩუქრების გაკეთება, ისე გულიანად ეძებს საჩუქარს და ისე გამეტებით გჩუქნის, რომ აი ზუსტად იმას გჩუქნის, რაც შენ გინდა, აი არც კი გვისაუბრია ამ თემაზე და აი გეგონება ჩემ გულში იჯდაო, ვეძებდი მწვანე ხის ლოსიონს ადრე მქონდა და ვერ ვიპოვე და საიდან გამოაძვრინა და როგორ მოიტანა, არ ვიცი, მაინც და მაინც ის კომპანია მოიტანა ინტერაპოტეკი და ის მწვანე ხე, რომელიც მე მინდოდა და მინდოდა ჰიალურონის მჟავით მკვებავი და ზუსტად ის მოიტანა. ეს არის როსმენის ჰიალურონის მჟავით ყურძნის წიწების მკვებავი, ძალიან გამახარა და თითქოს რეცეპტი გამომეწეროს აი ესეთი საჩუქარი მივიღე ჩემო კარგებო. აუცილებლად დავტესტავ, არ მიხმარია აი ეს როსმენი, თუმცა ვიცი რომ როსმენი ძალიან კარგია, თავს არ გრძნობდი კარგად, თორემ ვარშავაში რომ მოვხდი, დიდ სავაჭრო ცენტრში იყო როსმენის უზარმაზარი მაღაზია და დიდი სიამოვნებით რაღაცებს ვიყიდდი. ჩემმა შვილმა თავის თანამშრომელ გოგოებს უყიდა რაღაცეები, დააბარეს, ისეთი რაღაცეებიც არის იქო, ჩვენთან რო არ არისო, ან და არისო და ძალიან იაფია იქო, მაგრამ მე მაშინ მქონდა ეს D ვიტამინის საშინელი ნაკლებობა და არ მცხელოდა მაგისთვის, ისიც კი მიკვირს იმ პერიოდში, როგორ გავრისკე და როგორ წავედი, აი ესე სუსტად რო გრძნობდი თავს და როგორ ვიფრინე. თუმცა აი ამ როსმენის დიდი მაღაზიის გამო მე კიდევ დავბრუნდები კონკრეტულად ვარშავაში. ჩემო კარგებო, იმედია გამოგადგებათ ეს ჩემი დღევანდელი ვიდეო, ესევე დავარქმევ ვიდეოს, რომ ეს არის ვიდეო მათთვის, ვისაც აინტერესებს ჭარბთმიანობასთან აი რაღაცეები, ინფორმაცია უნდა ჭარბთმიანობის მოშორებაზე, ლაზერული ეპილაციის მეთოდით და როგორც კი ნახვამდის გეტყვით, ბოლო კადრში ჩავსვავ სილამაზის სალონის და ჩემი სპეციალისტის კოორდინატებს, რომელსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძნობთ.